დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. როგორც დანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დანია პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრაქტიკას მიჰყვება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყნის ევროპული მომავალი დააზიანა, რასაც დანიის მხრიდან შეხვედრაზე არ მიწვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი არასდროს უთქვამს. მე არ მგონია რომ რამე შეიცვალოს აგვისტოს ბოლომდე და ქართულს თქმა რამე კანონი შეცვალოს ან რაღაც სტრატეგიები შეცვალოს ზოგადად ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამიტომ ალბათ უნდა დაველოდოთ რა რეაქცია იქნება საბოლოოში ევროკომისიას 31 აგვისტოს შემდეგ. არ მგონია რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ეს ბიუროკრატიის ამბავში, მაგრამ თუ მათი ასე ვთქვათ მუქარა გასაბუთებული იყო, ანუ მათ საკმაოდ ხალხაჭრა აქვს ევროპული ქვეყნების ის თავრობებს შორის, მაშინ საავადმყოფოდ რამდენიმე თვეში დავკარგავთ. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი და უზომოდ სამწუხარო დასტური იმისა, რომ საქართველოს აღარ არის წარმოდგენილი მაგიდასთან. არც ერთ მნიშვნელოვან ტრიბუნაზე, არც ერთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, არც ერთ ძირითად მაგიდასთან საქართველოს აღარ ზის და ვეღარ ზის. არავითარი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია რაიმე ტიპის ინტეგრაცია არავის არ უნდა გააჩნდეს. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ყველანაირი სიკეთე ხას უსვამ. უვიზომი მოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სხვა სავაჭრო კულტურული და პოლიტიკური ბენეფიტები, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყანას დასავლეთთან და რაც არის წლების მუშაობის და შრომის და ბრძოლის შედეგი, ყველაფერი იქნება დაკარგული, საქართველოს აღმოჩნდება ავტორიტარული სამყაროს ბანაკში, ოღონდ ოფიციალურად უკვე და არანაირი ბმა ჩვენ არ გვექნება არც უსაფრთხოების, არც კულტურული, არც პოლიტიკური, არც ინსტიტუციური საგანმანათლებლო კუთხით დასავლეთთან. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, დილად რომ ვთქვათ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი 2030 წლისთვის საქართველოს სრულად მომამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სინდისის პატიმრის ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 საათზეა დანიშნული. გასულ პროცესზე ბრალდებულმა დაასკვნეთი სიტყვით ისარგებლა. მისი და დაცვის მხარის პოზიციით ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა ჩაუდეს. მათივე განმარტებით ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ხრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქცია სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გაღარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების დამარცხება მხოლოდ ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. ამასთან ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. პარალელურად ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, ოპოზიციაში ზოგადად ქართულ ოცნებას ან განსაკუთრებული საფრთხე მუქრებოდეს ქვეყნის მასშტაბში. და ამიტომაც ჩვენ ზოგადად მიმართული ვართ, რომ ჩვენ ვიწრო პარტიული მიზანი მივახციოთ და ჩვენი აღმოჩენილი ასე ვთქვათ, მობილიზება მოვახდინოთ. ხალხი გავიყავოთ საკრებულოში, რომელიც ისევ ჩვენ ამორჩეულზე იქნებიან ორიენტირებული და მათ ინტერესების დაცვაზე და უკვე უფრო გაძლიერებულები მომემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ზოგადად ეს არ გახავთ არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია, როგორც რაღაც სპეცოპერაციაში ივანიშვილის მონაწილეობის მომებას არ ვაპირებთ, რომელიც არის განკუთვნილი იმისთვის, რომ დემოკრატიული კამუფლაჟი შეუქმნას დიქტატორულ რეჟიმს. და რა თქმა უნდა, ყველა ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს და ოპოზიციად მოიაზრებს თავს, ისევ საკუთარ თავს ავნებს პირველ რიგში და საკუთარ რეპუტაციას.
მთელ 4 პარტიიდან 2 გაყვეს შუაზე, 4 პარტია, 2 არ იღებს მონაწილეობას, 2 იღებს მონაწილეობას. ეს არის ცდილობა, ასე თქვა, დივერსიფიცირების, რომ ესეც სტადონ და ისეც სტადონ, მაგრამ ვიცით, რომ შედეგი რა იქნება, ხა შანსი რო არ აქვს, რაიმე წარმატების არჩევნებზე თვითონაც იციან, ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი, ასე თქვა, გულუბრყვილო ოპოზიციონერი რადიკალი, გულუბრყვილო ასაჯაროებს კიდევაც სინამდვილეში რა გეგმაც აქვს, რომ 4-ში უნდა შეიკრიბონ და გადაატრიალონ მთელი ქვეყანა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისია ისევე როგორც დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საგამოძიებო კომისიას რეალური ფუნქცია არასდროს ჰქონია, ის რუსულ საქმეს აკეთებს ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და მისი მთავარი მიზანი ოპონენტების პოლიტიკური დევნაა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა. წულუკიანის თქმით, დასკვნა გამოკითხულ პირთა ახსნა განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს დაეფუძნა. ოცნება დასკვნას სავარაუდოდ სექტემბერში პლენარულ სხდომაზე წარადგენს. ეს არის სამშობლოს ღალატის კომისია, რასაც უყურებდით. ვითომ ნაციონალების რაღაცის გამოძიება უნდათ და ნაციონალები იყვნენ იქ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ერთ-ერთი ვინც იცის. მეორე იყო სააკაშვილი საკონსტიტუციო კომისიის წევრი და სომხეთში ელჩი. აი ხალხი ახლა იცახიან რომ ნაციონალებს უნდა ვებრძოლოთ და სინამდვილეში არიან ქვეყნის მოღალატეები და მიმიფურთხებიან მაგ კომისიისთვის თავის დასკვნიან. კომისია თავიდანვე რაღაც სანახაობის ფუნქცია ჰქონდა, რომ ხალხს ყურადღება გადაეტანა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ამ რაღაც ვითომ გამოძიებაზე. არც მაშინ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული ღირებულება როგორც გამოძიებას და არ მგონია რომ ამ კომისიის შედეგად რამე შეიცვალოს. ბოლოს და ბოლოს მინდა სამის გამოძიება თუ უნდა და ისეც გამოიძიებდა კომისიის გარეთ. კლოუნადის ნაწილი დასრულდა და ალბათ ქართულოსნების რაღაც რადიკალური ამორჩევის რაღაც ნაწილი შეიძლება განყოფილი იყოს, მაგრამ სამყაროში არაფერი არ შეიძლება. ამ კომისიას ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი, რაც იყო პირველ რიგში პიარული იმიტაციის შექმნა, რაღაც ფარსის დადგმა, რომ თითქოს ეს რეჟიმი ვინმეს იძიებდეს, მაშინ როდესაც მაშინდელი რეჟიმის მთელი რიგი მომხრეები, დონორები და წევრები ახლა არათუ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეხედან, კომისიაშიც კი არიან წარმოდგენილი, რომელიც არაკანონიერად შეიქმნა არაკანონიერ პარლამენტის მიერ. უნდა შეფასდეს რეჟიმი, ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას, რეჟიმის შეფასება უნდა გაკეთდეს და ასევე უნდა შეფასდეს ის თუ რა საქმიანობით არიან დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური ძალები, კონკრეტული ადამიანები გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ქართული ოცნება ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ მორიგ ნაბიჯებს დგამს. შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი ლელო ძლიერი საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. ლელო ძლიერი საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, გერმანიის ელჩსა და მის ცოლს შორის არსებული ქირავნების ხელშეკრულება კანონის სრული დაცვითაა რეგისტრირებული. როგორც ხაზარაძემ განმარტა, გასულ კვირას მისმა ოჯახმა აღმოაჩინა ბიუჯეტში დაბეგვრა არ დაბეგვრის ნაწილში წამოჭრილი გადასახადო შეუსაბამობა. ხაზარაძის თქმით, მისი ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაცია მოხდა და ბიუჯეტი სრულად გაისტუმრეს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, საკითხს ქართული ოცნება პოლიტიკური манипуლირებისთვის იყენებს. ლელოს ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, საკითხი ხელოვნურად შექმნილია და რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია. ირაკლი კობახიძის განცხადებით აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე გერმანიის ელჩთან კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა არსებობს თუ არა რეალურად მსგავსი გარიგება. ყველაფერი არ დარღვეულა, ყველაფერი არის გადასარევი. ყურით მოთრეული რაღაცა არის და თქვენს ტკივად თითები მაკურით რო ცდილობთ რაღაცა თემის მოთრევას და ის ყური მით უმეტეს ის არის, რა ქვია, დგებუაძის ყურზე უფრო გაწითლებული. პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ, რეალურად აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ ეხდიდა ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა რეალურად არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ალბათ ეს არის თავი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ანუ რეალურად მართლა გადასახადის არ გადახდას უნდა ადგილი ამ შემთხვევაში, თუ სინამდვილეში საერთოდ არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას. რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალებმა 29 რუსული დრონი ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, დღეს ხამით რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო მომდევნო 24 საათში ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მისი თქმით, ენერგორესურსებზე ფასების შემცირება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებას აიძულებს. მანამდე ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს. მათივე თქმით, ინდოეთის მიერ ნავთობის იმპორტი მიზნად ისახავს ინდოელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას და ეს გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით გამოწვეულ აუცილებლობას წარმოადგენს. ამერიკა ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5, 10 და 15,000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტს იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომელზეც ახალი მოთხოვნა გავრცელდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ამერიკაში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს. ახალი სავიზო პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედება და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკაში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდება, თუ ისინი ქვეყანას ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.